მიზეზ-შედეგობრიობის კანონზე ვისაუბრეთ, როგორც კარმაზე და აქ გვერდს ვერ აუვლიდი საოჯახო კარმას, იმიტომ რომ ის რომელ ოჯახშიც, რომელ გვარშიც მოვედით, ესეც არის ზუსტად აი ამ კანონის ნაწილი და ჩვენთვის ადამიანებისთვის ამ მატერიალურ სამყაროში ერთ-ერთი ფუნდამენტური თემაა საოჯახო საგვარეულო კარმა და აი ეს მიზეზ-შედეგობრიობა ყველაფერი აქ რაც არის გამოწვეული. ანუ რეალურად ოჯახი და გვარი არის ჩვენი ბედისწერა, ანუ ჩვენი კარმა. ანუ თითქოს დამთხვევაში რომ მოდის, ხო, ჩვენი პირადი პერსონალური კარმა მიზეზ-შედეგობრივად ემთხვევა იმ საოჯახო საგვარეულოს, იმიტომ მოვედით იმ ოჯახში და იმ გვარს, რომელშიც მოვედით. ამას აქვს თავისი მიზეზები, რა თქმა უნდა და ეხლა როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. კონკრეტულ ოჯახს გააჩნია თავისი ველი და თავისი ველის სტრუქტურა. ეს სტრუქტურა, საოჯახო ველის სტრუქტურა საოჯახოს აქტიურია 4 თაობის ფარგლებში. არის ძალიან აქტიური. ჰელინგერის სისტემა და სხვები საუბრობენ 7 თაობაზე, 9 თაობაზე, მაგრამ აქტიური როგორც ძველი ცოდნები გვეუბნება, მითოსები გვეუბნება, აქტიური არის, ყველაზე აქტიური არის 4 თაობა. და ეს თეოგონიებიდან ვიცით, ჩვენ კელტური, ინდური ცოდნებიდან ვიცით, ხო, საერთო საგვარეულო ველი და მისის დანარჩენი საერთო საგვარეულო ველი პერიფერიულად მოქმედებს, რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ უფრო პერიფერიულად. მთავარი განსაზღვრელი არის იმ წინარე 4 თაობაში. რა არის, რა მოხდა და რა პატერნები იყო და აქ ქართული ხალხური ანდაზა მიყვარს, ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოკვეთაო, ხო? ბიბლიურ გამონათქვამი არის ასეთი, მე ვარ უფალი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე. ჩვენ რომ ავიღოთ უძველესი ცოდნები, მითოსური ცოდნები, ჩვენ ვნახავთ, რომ აი თქვა ყველაზე ცნობილი ბერძნული ოლიმპოელი ღმერთები, ხო ესენი მეოთხე თაობაა, ზევსი არის მეოთხე თაობა. თაობების ცვლილება ხდება 4 თაობამდე და მეოთხე თაობა მერე ფუძნდება. ეხლა ეს რას ეფუძნება, იცით? მეცნიერულად ეს არის სულთა ემპირიული გამოცდილება. Human time, ანუ ადამიანური დრო, ეგვიპტური ანხისთია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის 4 თაობა, რომელსაც მეხსიერება ინახავს. ჩვენ გვახსოვს ჩვენი მამა, მშობლები, ბაბუები და შეიძლება გვახსოვდეს ბაბუის, თქვათ, კიდე დედა ან მშობელი, ხო? და ჩვენ თუ არ გვახსოვს, ჩვენს მამას ხო ახსოვს, ხო? ანუ ხსოვნა მაინც არის შენახული. ამიტომ ეს 4 თაობა აი ამ უძველეს ცივილიზაციებში და საოჯახო განლაგებაში არის იმიტომაც აქტიური, რომ თან არის პირდაპირ წვდომა გვაქვს, ინფორმაციული წვდომა გვაქვს მათზე. დანარჩენი მე-9 თაობამდე და მე-7 თაობამდე მოქმედებს, მაგრამ უფრო პასიურია. გააჩნია ხა კონკრეტულად მაინც თითოეული ოჯახი ინდივიდუალურ კარმის მატარებელი და მანდაც გააჩნია. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არის 4 თაობა. სისტემა მუშაობს 2 დონეზე. ერთი მუშაობს საოჯახო დონეზე და ეს 4 თაობა არის ძირითადად საოჯახო განლაგება, მაგრამ ასევე სისტემა მუშაობს საგვარეულო დონეზე. და აქ აი მთელი ის მე-9 თაობის ჩართვლით შემოდის და ორივე სისტემა ერთდროულად მუშაობს. ამიტომ ჩვენს თუ გვინდა საგვარეულო საოჯახო განლაგებაში მუშაობა, ჩვენ აი ამ ორივე სიბრტყეზე გვიწევს მუშაობა. საოჯახო განლაგებაზე კარგი სისტემა, ჰელინგერის სისტემა ყველამ ვიცით, მაგრამ კიდევ არის გვარის კურნების სისტემა, ეს უკვე ცოტა სხვა სისტემაა და აქ ხდება მუშაობა 4 მიმართულებით, დედის ხაზით, დედის მამის ხაზით, მამის ხაზით, მამის დედის. თითოეულ თაობაში იბადება ერთი ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს
მთელი აი ამ გვარის კურნებას 7 ან 9 თაობის ჩათვლით. ოჯახში განმსაზღვრელი საოჯახო ენერგეტიკულ ველში განმსაზღვრელი არის ის კონკრეტული ადამიანი, შეიძლება ის ბავშვი იყოს, შეიძლება ბაბუა იყოს. სისტემურ განლაგებაში იერარქია არის, რომ აი ბაბუა, მერე მშობლები, მერე შვილები, ყველას აქვს თავისი ადგილი. ყველა უნდა იყოს, ყველას თავისი პოზიცია აქვს საოჯახო განლაგებაში. ოჯახს ხის ველს მთლიანად განსაზღვრავს ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი არსება, ვინც არის ოჯახში. ეს უმეტესად ეს არის ბაბუა, როგორც სიბრძნის არქეტიპი, იმიტომ რომ მას დაგროვილი აქვს მთელი ეს ინფორმაცია საოჯახო გვარის, მაგრამ შეიძლება იმავე ოჯახში იყოს ბავშვი, აი ამ ენერგეტიკის მატარებელი და მან გადასწონოს და მისით იყოს ინდიგო ბავშვები რო იბადებიან, ხო? აი და საბოლოო ჯამში ეს ბავშვი იყოს ამ გვარის განკურნებელი და ის უკვე ბავშვობიდანვე მუშაობს. თუ დაკვირვები ხართ, არიან ადამიანები, რომლებიც იწებებენ თავიანთ პატერნულად იწებებენ ერთი ბებიის, მეორე ბებიის ყველა პროგრამას თვითონ იკრავენ რა და ცხოვრებისეულად უმძიმესი გამოცდილებები აქვთ. ანუ ნახეთ, ჩვენ როცა თითოეულ ადამიანს საოჯახო პატერნებს ვაკვირდებით, ვიღაცას ბაბუის პატერნი აქვს წამოღებული, ვიღაცას მამის, მაგრამ არიან ისეთებიც ჩვენ შორის, ვისაც ერთდროულად აქვს თავის-თავზე აღებული ბებიის, ბაბუის, დედის, უამრავი პროგრამა. ბუკეტი აქვთ მთელი აღებული, რა თქმა უნდა, მათი ცხოვრება არის უმძიმესი. მთელი გამოცდებით და მაგრამ სამყარო და საგვარეულო სისტემა არავის არ მისცემს ამ პატერნებს, რისი აწევაც, რისი ზიდვაც, რისი დამუშავებაც არ შეუძლია. სწორედ ასეთი გვარის წევრი კურნავს მთელ გვარს, მთელს საოჯახო განლაგებაში ასწორებს მთელ სისტემას. გამიგეთ? ამიტომ თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ იღებთ ყველა პატერნს ერთი მხრიდან მეორე გვარიდან, რაც კი გარს, მაშინ თქვენ ხართ ამ გვარის რჩეული, თქვენ მისიას ასრულებთ ამ გვარში, თქვენ უნდა ზიდოთ ეს ტვირთი და თქვენ უნდა განკურნოთ მთელი გვარი. საოჯახო საგვარეულო განლაგებაში არის 3 დონე. პირველი, როგორც გითხარით, ეს არის საოჯახო განლაგება, საოჯახო სტრუქტურა, მეორე საგვარეულო, მეორე არის სისტემური, ანუ საგვარეულო ხაზი და მესამე არის უმაღლესი სტრუქტურა. აი ამას კარგად ახლა დაუკვირდით. ჩვენ ადამიანები პირველ რიგში ვიბადებით საოჯახო სისტემაში და ჩვენ განსაზღვრული ვართ საოჯახო პატერნებით. მაგრამ როცა აი ამას უკვე დავამუშავებთ და ყველაფერს გავასწორებთ, მერე უკვე ჩვენი ენერგეტიკა გადადის მთლიანად გვარზე და ჩვენი სამუშაო უფრო განივრცობა, თუ ეს შეგვიძლია რა თქმა უნდა და იქ ყველაფერი დამთავრდა, ხო? მთელი გვარის კურნებაზე იწყება ჩვენი მუშაობა. და როცა ეს ყველაფერი დასრულდება, მერე ჩვენ საერთოდ გავდივართ სისტემიდან და გადავდივართ უმაღლეს სტრუქტურაში. პირველი სტრუქტურა, ოჯახური სტრუქტურა ნიშნავს, როდესაც ჩვენ ხარკს ვიხდით, ჩვენი ტრადიცია, საოჯახო წესების მიმართ, იქ რაღაც ტრადიციებია და აი ამ სისტემაში ვარ და ჩვენც ისევე ვიქცევთ, როგორც ჩვენი დედა, მამა, ბებია, ბაბუა. მაგრამ როცა მეორე სისტემაში გადავდივართ, უკვე სისტემურობაში გადავდივართ, საგვარეულო ხაზში გადავდივართ, აქ უკვე საგვარეულო პატერნებში ვლავირებთ და გვარისთვის რაც იყო დამახასიათებელი, უფრო იმ თემებში ვართ. და თუ კი ამ ყველაფერზე ვარს ვამბობთ, ხო, გინახავთ ადამიანი, როცა ამოვარდნილი, აი იმ ოჯახში რატომ მოხდა, იმ გვარში რატომ ვერ მოხდა, აი გაუგებრობაში რომ მოყვა საერთოდ, ხო? ხო არის ესეთი რაღაცა. აი ეს არის ზუსტად ის, რომ სისტემიდან ვართ გასულები. და ამას მაღალ ვიბრაციული ადამიანი, სულიერ პრაქტიკებში მყოფი ადამიანი თავისივე სიცოცხლეში ახორციელებს. ის გადის საერთოდ საოჯახო საგვარეულო სისტემიდან. სულიერ განვითარებაც ეგ არის. ჩვენ მაღალი სულიერ განვითარებაც ეს არის საბოლოო ჯამში განკურნავ ოჯახს, განკურნავ გვარს და გადიხარ სისტემიდან და შენი პერსონალური სულიერი ცხოვრებით მიდიხარ. ეს არის უმაღლესი განვითარება. სანამ მიჯაჭვული ხარ გვარზე, სანამ მიჯაჭვული ხარ საოჯახო სისტემაზე,
შეზღუდულობა გაქვს. და გეტყვით ერთ პარადოქსს, რაც დასაწყისში ვთქვი და რაც მე თვითონ გამოვცადე, რაც არ უნდა აწიოთ პრაქტიკებით, რაც არ უნდა იმუშაოთ სიხშირე აწიოთ, სანამ ბოლომდე არ დამუშავდება, სანამ ბოლომდე არ განიკურნება თქვენი საოჯახო პატერნების, თქვენი საგვარეულო სისტემა არ განკურნა, თუ თქვენზე არის ეს მისია, ვერანაირად ვერ გახვალთ იმ უმაღლეს სისტემაში. ნახტომს პირდაპირ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ყველაფრის გასწორება იწყება საოჯახო სისტემით, სტრუქტურით, მერე საგვარეულო სისტემით და აი მერე გავიდეთ თუ გინდათ ასტრალში და თუ გინდა გავსხივოსდეთ.